ზელენსკი საბოლოო ჯამში რანაირი ნაბიჯი გადადგა, იცი? მე ესეთი რაღაც კიდე ერთხელ პირდაპირ ეთერში არ მინახია. უფრო აგრესიულს გახდის რუსეთს, უფრო სახიფათოს გახდის და ჩვენი მდგომარეობა უფრო რთული გახდება და რანაირადაც უკრაინას ეხა სიტუაცია უდგება. ეგ არ არის ხელწამოსაკრავი და რაზე მინდა რომ გადავიდეთ რა. რა გავარჩიოთ? აი ზელენსკი რომ მანდ მიდიოდა. აი შეიძლება ეხა შედეგი ეს დადგა, მაგრამ ვინმე შეგიძლიათ აი გეგმა მითხრათ, აი ჩავდივარ ტრამპთან. ტრამპი ესეთია, ვიცი. წინასწარ მითხრეს თან როგორ იცი, დიპლომატიური არხებით კი არა, საჯაროდ მითხრეს რომ აგერ შეთანხმება არის, ეს არ გადაიხედება, ამას ჩამოხვალ ხელს მოაწერ. რამდენი ტრამპა როგორ თქვა, იცი, ამ შეთანხმების თემაზე, სანამ ზელენსკი ჩავიდოდა, რომ თუ ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, ჯობია არ ჩამოვიდეს. პირდაპირ ეს ტექსტი თქვა და მიფრინავ ამერიკაში. და კამერების წინ იმის მაგივრად რომ თუ ჩადიხარ, რავი, აბა, მაშინ რატო ჩადიხარ? ეს თუ უნდა გეკეთებინა, რატო მიფრინავ? მე მგონი რა ხდება? რატო წავიდა? ზელენსკიმ საკითხი დააყენა ასე, რომ რანაირ მოთხოვნებსაც უყენებდნენ უკრაინას. ეგ ხო მართლაც კაბალური მოთხოვნები იყო და თავისთან შიგნით, რა თქმა უნდა, პრეტენზია ზელენსკის მიმართ არის, ეს რა შედეგი მივიღეთ, ხო? ზელენსკი სინამდვილეში აყენებს საკითხს ასე, იმიტომ რომ შიგნით იარსებებს კიდე ეგეთი განწყობები, რომ არა ზელენსკი სხვა რაღაცას შეძლებდა, რომ არა ასე რომ არ გვექნა ისე მოხდებოდა და ასე შემდეგ. ანუ ზელენსკი საბოლოო ჯამში რანაირი ნაბიჯი გადადგა, იცი? ყველაფერი ხო მე მბრალდება. ყველაფერი ხო მე ჩემზე ტყდება. მოდი მაშინ ღიად გამოჩნდეს ყველაფერი, რომ თქვენ აგერ მე მიყენებდით, კი ბატონო, მე დამბრალდა და რავი, სახში რო წავალ უკან რო დაბრუნდები ჩემ ქვეყანაში, თქვენ რანაირად დამელაპარაკეთ, ეგ მაინც მექნება სათქმელი იმათ, ასე დგას საკითხი. მაგას ხო გაგრძელება აქვს და გაგრძელება არის ეგეთი, აი ამ მოვლენების მერე. ტრამპმა რო შეუწყვიტოს თლიანად დახმარება უკრაინას. და ფეხზე რო დაიკიდოს. შეუწყვიტავს, ეგ ხო ისედაც აი ეს საინტერესო განცხადება გამოაქვეყნა ამერიკა ტრამპმა. მოდი წავიკითხო, ინგლისურად არის და თარგმნეს. პირდაპირ შევეცდები თარგმნა. ჩვენ გქონდა ძალიან შინაარსობრივი შეხვედრა თეთრ სახლში დღეს. ბევრი რამე ვისწავლეთ და გავარკვიეთ, რასაც ვერ გავარკვევდით და ვერ გავაცნობიერებდით ასეთი დაძაბული და ცხელი საუბრის გარეშე, ასეთი ზეწოლის გარეშე, გასაოცარია რამდენი რამე ცხადი ხდება ემოციების პირობებში და მე მივხვდი რომ ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, სანამ ამერიკა ჩართულია ამ ომში, ამ ომის დახმარებაში, რადგან ის თვლის რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში, ხოლო მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან შეურაცხყოფა, უპატივცემულობა გამოავლინა ამერიკის მიმართ მისი გამოსვლით თეთრ სახლში და მას შეუძლია დაბრუნდეს მაშინ, როცა გადაწყვეს რომ მზად არის მშვიდობა. ხო, ანუ 15 წუთის წინ რა ვთქვით, ამის საფასურს გადაიხდის ეხა უკრაინა. უკრაინელი ჯარისკაცი. ანუ რა თქვა ეხა რომ მუშურგლეხურად ახსნათ. ეს იმიტომ ბლატაობს რომ ჩვენი იმედია. ბლატაობს, რომ ჩემი რესურსებით ბლატაობს, ამერიკის დოლარებით და ამერიკის ტყვია წამლითო და როდესაც ეგ არ ექნებაო, მე ვნახავთო რამდენად მაგ მდგომარეობაში ამერიკა რო ჩართულია მაგომში, ეს მაგიტო ბლატაობსო და ეხა წადიო და მზად რო იქნები მე დაბრუნდიო. წადიო, ოღონდ ჩემი დახმარების გარესახვალ ხალხო, უყურეთ რაშია საქმე. უყურე, საერთოდ არსებობს ეგეთი ცნება, უზრუნველყოფილი პოლიტიკა. უზრუნველყოფილი პოლიტიკა რას ნიშნავს, იცი? შენ როდესაც იცი, რისი გაკეთება შეგიძლია, იმდენი უნდა აკეთო. აი თუ რისი თავიც შენ თუ შეგიძლია მაგალითად ეგრე ჩახვიდე თეთ სახში. სუპერ სახელმწიფოს
ხელისუფლებასთან, რომლის კეთილ სურვილზე ხარ შენ საერთოდ დამოკიდებული და მან შეეპასუხო იმას, რაც უნდა იმის წინააღმდეგ წახვიდე, თუ შენ ცხადია მაგის გარეშე არსებობა და ავტონომიურად გაგრძელება შეგიძლია საბრძოლო მოქმედებების, სახელმწიფოს ფუნქციონირების, კი ბატონო, მაშინ მაგალითად ეგეც არ არის გონიერი, მაგრამ ცივი ომის დროს ნიკიტა ხრუშოვმა გაეროს ხდომაზე ჩავიდა ნიუ-იორკში, ფეხსაცმელი გაიხადა და ურთხა იმას ტრიბუნას, იმიტომ რომ თავი ქონდა. სულ რომ ტრამპს ეთქვა იქიდან, რომ წადი ახლა აქედან შენთან ლაპარაკი არ მინდა. საერთოდ შენთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეთ, მაგრამ ამის მიუხედავად შენ თუ ბირთვული სახელმწიფო ხარ, მილიარდი დოლარი გაქვს მილიარდობით, ეკონომიკა გაქვს განვითარებული, მილიონობით ჯარისკაცი ყავს, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი გაქვს გამართული, რომელიც ყოველდღიურად რაკეტებს და ჭურვებს ამზადებს და შენი ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებს ომს და მათ შორის მუშაობას. თუ ეგრე შეგიძლია შენ, კი ბატონო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგ შემთხვევაშიც უკიდურესად დებილობა იქნება ასეთ ოვალურ კაბინეტში ტრამპის წინააღმდეგ ასეთი საუბარი. მაგრამ თუ შენ მისიმედზე ხარ გასაგები იქნება. რა საკეთებ? შენ თავიდან ბოლომდე ხარ დამოკიდებული ტრამპზე. საქართველოს მაგალითი რომ მოვიყვანო, აქედან რომ წავიდნენ და შუქნიშანთან რომ იდგნენ ეს ჩვენი ოპოზიციონერები ტრამპის ინაუგურაციაზე და ხალხს რო ატყუებდნენ თითქოს რაღაცა მოლაპარაკება შედგა იქ. აი ეგენი რასაც აკეთებენ. აი რას აკეთებენ? ეგ ხომ მნიშვნელოვანი თემა, აი ჩახვედი და არც შეგახვედრეს, ხო? და საქართველოში ხო პოლიტიკა მასეთ ჭრილშია, რომ აი იქ ამერიკასთან ვიღაცას დალაგებული აქვს. იქ ვიღაცას რუსეთთან აქვს დალაგებული, ვიღაცას ჩინეთთან აქვს და რაღაც ასეთი წარმოდგენებია. და ასე იქმნება მთელი პოლიტიკა. ვიღაცა იქ სურათს გადაიღებს, იქ ამერიკაში ჩავიდა, იმ ტრამპი ჩანს, სალომემ გადაიღო ტრამპი რო ჩანს უკან. ეგეთი სურათი და ტრამპის ფონზე გადაიღო სურათი. აი რა არის იცით? ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ ხალხო, არ შეიძლება, იმიტომ რომ აი ეს რასაც ახლა უკრაინას ხედავთ, უკრაინა ჩვენთან შედარებით არის კოლოსალურად ძლიერი ქვეყანა. უკრაინა ჩვენთან კი არა რagazzo. ევროპის ნებისმიერი ქვეყანა რო ავიღოთ, იმაზე ძლიერი იქნება. ნებისმიერ კითი რო დავადოთ, იმაზე ძლიერი ქვეყანა არის უკრაინა და ჩვენ ასე კი არ დაგველაპარაკებიან, რაც აქ ვნახეთ. ჩვენ საერთოდ არც კი ანუ საქართველოს წარმომადგენლს ტრამპამდე არც მიუშვებ. ვიღაცა დაელაპარაკება ქვედარგოლი. და ამაზე უარესად დაელაპარაკება ქვედარგოლი. აი ვიცე-პრეზიდენტის დივანში ახლა. და ეს თუ ვერ გავაცნობიერეთ და თუ რაღაცა წარმოვიდგინეთ, რომ ეხლა ჩვენ აქ რაღაცა დროშის ქნევით ევროპაში შევდივართ. არ ვიცი, მაშინ რაღა უნდა მოხდეს ჩვენ თვალწინ იმისთვის, რომ რაღაცა ვისწავლოთ ჭკუა. 30 წელი გავიდა, ომები წავაგეთ, უკრაინამ წააგო. მეტი რაღა უნდა რო შევაჯამოთ, ანუ ხმელეთის 1/6-თან, რომელსაც აქვს 6000 ბირთვული ქობინი. რაღაც 155 მილიონია მოსახლეობა და ყველაფერი თავისი აქვს, რა ვიცი, გაზიდან დაწყებული, ხეტყით დამთავრებული და ტყვია-წამლით. ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა შეხვიდე სანქტურ საიცოცხლო დაპირისპირებაში, როდესაც ასეთი მოკავშირეები ყავს მეორე მხარეს. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მასთან არ აღმოჩნდე სამხედრო დაპირისპირებაში. ამაზეა ჩვენ რო ვსაუბრობთ. მით უმეტეს, როცა სამხედრო დაპირისპირების საფუძველი არის მაგ მოკავშირეში ერთი მაგალითი მინდა ვთქვა. აი მედასავლეთები მას შემდეგ, რაც ტრამპის მიერ უკვე თანამდებობის დაკავების შემდეგ ტრამპმა გააკეთა განცხადებები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და იმ განცხადებებში უკვე ჩანდა საით წავიდოდა საქმე. განსაკუთრებით რიხით ყოფი ოპტიმისტები რომ მედასავლეთი ფლანგზე, აი ბოკერიას თამადობით, ოიძახდნენ. არაფერი არ შეცვლილა. არაფერი არ შეცვლიდა და საერთოდ რა უხარიათ
იმ ფლანგს, რომელიც უკრაინის მიტოვების ბას უჭერს მხარს, აი რუსებს მაგალითად და არაფერი მსგავსი არ ხდება და ამერიკა არ უპირებს უკრაინის მიტოვებას. ბოკერი არ უყვებოდა, ხო გახსოვთ სულ რაღაც 2-3 კვირის წინ. ეხლა ხო გამოჩნდა რომ დებილობას ყვებოდა და ჩვენ ვიძახდით სიმართლეს. ხო გამოჩნდა რომ ან დებილები არიან ის ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები რომლებიც მაგას გარწმუნებენ, ან მამაძაღლურად გატყუებენ. ეხო გამოჩნდა. მაგორიდან ერთ-ერთი არიან. სინამდვილეში ორივე მაგით არსებობს. ხო და ნახე ფული საიდან აი ხა კომენტარებში იწერება ჩვენთან მაყურებლები ხა ზოგი ჩვენიანია, ზოგი თქვა შემოვიდა და არ გვეთანხმება რაღაცეებში და ისე გვიყურებს და ეხლა ზუსტად არ წავიკითხო, მაგრამ ნუ იქ ხედავენ ჩატში ჩვენი მაყურებლები. მაგალითად იწერება რამდენიმე ასეთი კომენტარი წავიკითხე, რომ კი მარა რა გვიხარია ეს ხომ უფრო სახიფათოს ხდის საქართველოს მდგომარეობას, უფრო აგრესიული. ხო და მაგის ახსნა მინდა ზუსტად. რამე ეხლა ჩვენი მდგომარეობა გვიხარია მდგომარეობა? რას წერენ, უფრო აგრესიულს გახდის რუსეთს, უფრო სახიფათოს გახდის და ჩვენი მდგომარეობა უფრო რთული გახდება და კი და აქ ნახე რა შესაქმნელია. 3 წლის წინ რომ ამას ვამბობდი და შენ არ მეთანხმებოდი და რაღაცებს რომ აბრალებდი. არავის არაფერი არ უკვე გაინტერესებს ჩემთან. ეხლა რა უკვე მეკითხე. არა, აინტერესებდეს, კაია, კაცო, აინტერესებდეს ეხლა და მეტა ყველა მოგვისმინებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის შემდეგი რაღაცა, ხალხო. არავის არ მეტიც კაცო, სახიფათო რა არის, იცი? ეხლა რა მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა. საერთოდ რა გიხარია და რა არ გიხარია, მაგის ღიად ლაპარაკით სახიფათო ხდება ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის. მაგალითად ეხლა ტრამპი ზელენსკის რასაც უშვება, მაგას თავისი სახელი რო დავარქვათ, მაგას ვერ იდებით ჩვენ. ეგ შეიძლება მაგალითად ვიღაცებს შეიძლება არ უხაროდეს, სამართლიანად არ უხაროდეს, ოღონდ ძალიან რთული სავალალო ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ღირდეს მაგაზე ღიად ლაპარაკი რა უნდა გვიხარდეს და რა არ უნდა გვიხარდეს. ეგ გავაცნობიეროთ, ეგ მან ბოკერიების სმენით დებილობები რო არწმუნეს ხალხს, აი აქამდე მივიდა, უკრაინაც აქამდე მივიდა და ჩვენი ქვეყნისაც აქამდე მიყვანს ცდილობდნენ ეგენი და ხო ირკვევა რომ აგერ 3 კვირის წინ დებილობებს ლაპარაკობდნენ. აი კონკრეტულად ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯებით ამაზე რა პროგნოზებსაც აკეთებდნენ რომ ამერიკა მანდ არ წაიყვანს საქმეს. ხო ირკვევა რომ ან იტყუებოდნენ, ან დებილობის ჯეროდათ, ან ორივე ერთად და აქ საქმე არის კიდე შემდეგში უარეს ვიტყვი, კი რა თქმა უნდა ისეთი რთულია ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ქვეყნის, რომ მათ შორის სახიფათოა რაღაცები რა გიხარია, რა არ გიხარია, ამების ღიად გამოხატვა. ეხა როგორი დრო დგება, იცით? აი მაქსიმალურად არ უნდა შევიმჩნიოთ ხოლმე რა გვიხარია, მათ შორის რა თქმა უნდა პრობლემაა ეხლა თან ეგ ორივე მიმართულებით პრობლემაა. ის კი არა, მარტო ამერიკას კი არ ეხება. ამერიკას ეხება, რუსეთს ეხება, უკრაინასაც ეხება, იმიტომ რომ არაფრის მომცემი არ არის ზედმეტი ემოციების ჩვენება. არაფრის მომცემია. აი ამ სცენაში რა გაირკვა, რომ თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. ეხლა ზელენსკი მან რაღაცა თქვა და კიდე უფრო გაამწვავა. აი კიდე უფრო რამდენიმე 10,000 უკრაინელი ჯარისკაცი მოკვდა ამ დროს. ეხლა ცოცხლები არიან. ანუ ეხლა ჯერ ცოცხალია, სანგარში ზის, იბრძვის, მაგრამ აი ეხლა ეს რო თქვა ზელენსკიმ, მაგიტო უკვე მკვდარია, იმიტომ რომ აღარ მიცემენ ჭურვებს, ტყვია-წამალს, სამედიცინო სადაზვერო ინფორმაციას. აი donation alert-ზე მოვიდა ჯაყო წერს რომ ზელენსკი get F სიტყვაზე, ანუ get fired? არა. ანუ ზელენსკი გააუპატიურესო რა და მართლა ეგეთი აი ძალიან მძიმე საყურებელი იყო. იწერებიან რომ საერთოდ გააძევესო თეთრი. ანუ ამ შიგნით ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ უნდა ყოფილიყო უკვე პრეს-კონფერენცია, სადაც ესენი გავიდოდნენ ასეთი იმის წინ. ორი ტრიბუნა და ორივე ლაპარაკი დგებოდნენ და გამოვიდოდნენ, ასე შეფასებებს გაუკეთებდნენ და ეგ გააუქმეს და ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი. ნუ გამოაგდეს რა ალბათ სავარაუდოდ. და აი ერთი რაღაცა მინდა ახსნა რა ხალხისთვის რა.
ნახე, როდესაც ეს ომი იწყებოდა, ჩვენ რაღაცა ხსნიდით, რაც იყო საფრთხის შემცველი. გადამტერებული ყავს საქართველოს შეიძლება ნახევარი იმის გამო, რომ აი ახლა რაც ხდება, მაგას ვამბობდით 3 წლით ადრე, რომ ამერიკელები ბოლოს უკრაინას დაიკიდებენ და დააბრალებენ ყველაფერს ისე უკრაინას. ვისაც არ გჯერათ გადაახვიეთ ეგ ძველი ჩანაწერები, ნახეთ და მთელი მაგ პერიოდის მანძილზე მე მაგალითად რისი შიში მქონდა, იცი რომ ეგ მოხდებოდა, ოღონდ მოხდებოდა შეფარულად, რაღაცა დიპლომატიური რაღაცა ქვეიმეებით ამერიკა გამოაცხადებდა რომ უკრაინამ მაინც მოიგო კი ეხა ტერიტორიები წააგო ხალხი დაკარგა ყველაფერი აი რითიც ითულება ვინ მოიგო ვინ წააგო ეგ ყველაფერი წააგო მაგრამ მაინც აი გამარჯვებულად გამოაცხადებდნენ და აქაური დებილი პროდასავლელები მაგ იმას აიტაცებდნენ მე ეგრე წარმომედგინა რა და ეხლა იცი რისი ვისა მაგ აი რაღაც ტრაგიკული განცდა მაქვს რომ მე ვერ წარმომედგინა ესე გასაგებად რომ დადგებოდა სიტუაცია და ესე გასაგებად რომ გაირკვეოდა ჩვენ რომ მართლები ვიყავით და მთელი პროდასავლური ფლანგი გინდა ოცნება და გინდა ოპოზიცია ჭურში რო იჯდნენ აი ესე გასაგებად რომ დადგებოდა სიტუაცია ვერ წარმომედგინა მაგრამ რო უყურებ სიტუაციას იცი რა არის ტრაგიკული ამის მიუხედავად მაინც ხალხი ვერ გაიგებს რამო ანუ მანდ ტრაგიზმი რა იქნება იცი? ტრაგედიის ხარისხი რა თქმა უნდა გაიზრდება. აი მართლა გეუბნები რა, ტრაგედია რა იქნება იცი? მე ნერვიულობდი რომ ბიჭო აი რაღაცა დიპლომატიური მედია მეთოდებით ამ ხალხს მაინც მოატყუებენ, მაგრამ ეხლა როგორც მიდის სიტუაცია ცოტა რა ერკვევა იცი? აი პირდაპირ ეტყვიან რომ უკრაინა ვიხმარეთ და თქვენც მაგ ამბავში განგიხილავთ და ეს ხალხი აი ესე ამას ყველაფერს მოისმენს. და ვერაფერს მე გეტყვი აი